Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით. ყველას ვაგზავნებთ ჩვენ ბიბლიური თემებზე საუბარს და დღეს გარემოებიდან გამომდინარე მოგვიწევს ისრაელზე საუბარი. ვილაპარაკებთ ისრაელის მნიშვნელობაზე, რატოა მნიშვნელოვანი ისრაელი დღეს და რატო იყო ის აქტუალური მუდამ ყოველ დროს ებრაელი ხალხი და ისრაელი ყოველთვის აქტუალური რატო იყო მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. ეს შემოკარგებულ უნდა გვესმოდეთ ჩვენ რომ ისრაელი და ებრაელი ხალხი ეს აქტუალური ხალხია არა იმიტომ რომ ის მაგარი ხალხია და განსაკუთრებული ხალხია არა ეს იმიტომ აქტუალური რომ ის ღმერთის რჩეული ერია შემოკარგებო მაგრამ სანამ დავიწყებ ჩვენ ამაზე საუბარს მინდა ჩემ გამომწერებს გთხოვთ ეს ვიდეო მოიწონოთ ეს ვიდეო გააზიაროთ ძალიან გთხოვთ რომ ძალიან ბევრმა გააზიაროთ რა თქმა უნდა თქვენი გაზიარება ეხმარება ინფორმაციის გავრცელებაში ყველა ანტისემიტებს უნდა ნახოს ეს ვიდეო და გაიგონ სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ მარტო მოწონება არ შორის მარტო კომენტარი თქვენი არ შორის უნდა იყოთ გააზიარება უნდა იყოთ გამზიარებელები ამ ინფორმაციის უნდა გააზიაროთ თქვენ თუ არ აქტიურეთ ეს ვიდეო დარჩება უბრალოდ ვიდეოდ და მეტი არაფერი არც ნახვები არ ექნება ასევე ვისაც გინდათ ჩვენ ფინანსურად გვერდში დგომა ჩვენ ყველა ვიდეოს ქვემოთ არის საბანკო რეკვიზიტები და შეგიძლიათ გადმორიცხოთ თქვენ რაც გინდათ თქვენ თანხა და გთხოვთ იაქტიურეთ ამ სფეროში რადგანაც თქვენი ფინანსური მხარდაჭერა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რათა არხი განვითარდეს და არხმა არ შეწყვიტოს ფუნქციონირება თუ თქვენ გინდათ რომ არხმა იარსებოს მაშინ დაგვიდეკით გვერდში ფინანსურად ასევე ლოცვით ძალიან გთხოვთ მაშასე დავიწყოთ საუბარი ისრაელზე რატოა ისრაელი ყოველთვის მუდამ აქტუალური და რატოა ის ყოველთვის ადამიანის ბაგეებზე ყველა დროში ეს ასე იყო იმიტომ რომ მეკითხეთ რომ ისრაელი არის ღმერთის რჩეული ერი მაგრამ ეს რჩეულობა არ ნიშნავს შემოკარგებო ძალიან ბევრს დამახინჯულად ესმის ისრაელის რჩეულობა რჩეულობა ეს არ ნიშნავს რომ ისრაელი რამე განსაკუთრებული ან განსაკუთრებული გენეტიკის მატარებელია ან განსაკუთრებული რასა ადამიანთა არა შემოკარგებო რჩეულობა ეს ნიშნავს რომ ისრაელს პასუხისგებლობა აქვს როლი მიცა ღმერთმა რაღაც როლი მიცა ეს განსაკუთრებული როლი მიცა ღმერთმა ისრაელს და არა სხვა ერებს ეს უნდა გესმოდეთ ამას ამბობს ბიბლია თუ შენ ხარ მორწმუნე ქრისტიანი ამას აღიარებ თუ შენ არ ხარ მორწმუნე ქრისტიანი და ვიღაცა მამაოების ბოდვებს უსმენ შენ არ ხარ ქრისტიანი შენ ხარ ჩვეულებრივი წარმართი რომელიც უსმენს მამაოების ბოდვებს და არ კითხულობს წმინდა წერილებს მე კიდევ ერთხელ ვამბობ ყველა მამაოს არ ვეხები რადგანაც არიან ძალიან ღირსეული მამაოები და ძალიან კარგი ადამიანები მე პირადად ძალიან ბევრს ვიცნობ და მეგობრობ მათთან და ძალიან ახლო ურთიერთობები გვაქვს ჩვენ ერთმანეთში მაგრამ მე საერთოდ ჯამში ის უწიგნური მამაოები რომლებიც თავიანთი გულიდან ცოდვილი გულიდან გამომდინარე ანტისემიტები არიან და იუდაფობები ამ მამაოებს ვინც უსმენ ესენი ეს ხალხი არის მოწამლული ხალხი და ამ ხალხს არ აქვს შეხება ბიბლიასთან არ კითხულობენ ბიბლიას, არ კითხულობენ წმინდა წერილს, არადა თქვენი რწმენის საფუძველი არის წმინდა წერილი. თუ თქვენ საფუძველში წმინდა წერილი არ აქვს, თქვენი ქრისტიანობა ფუჭია, ფასადურია, არაფერი არაა. არც ნიშნავს რომ ქრისტიანი ხარ, იმიტომ რომ შენ არც იესო ქრისტეს იცნობ და არც ღმერთს არ იცნობ. შენ უბრალოდ ამბობ, მე მამაპაპებმა, რა მამაპაპები ქრისტეს გამოგკვდებოდნენ. მამაპაპები, რო არ გამუსლიმანებულიყვნენ. და ვის ეომებოდნენ იცი ირანს სპარსეთს არაბებს მაგრამ დღეს შენ გამოდიხარ და ირანს იცავ და სპარსებს იცავ და იცავ ტერორისტულ რეჟიმს აი ესეთი ხალხები თქვენ წერთ რომ ისრაელი და ებრაელი ერი უნდა განადგურდესო ну მე არ ვიცი სად გაიზარდეთ თქვენ ან სად ისწავლეთ ესეთი სიძულვილი ესეც არ მესმის მე მაგრამ მეცნიერება დაადგინეს ეს და ეს მეცნიერული ფაქტია ყველა ანტისემიტი ვინცაც ძულთ ებრაელი ხალხი არა შემდგარი ადამიანები არიან ეგენი
ყველა, აბსოლუტურად ყველა არა შემდგარი ადამიანი, ყველა ეროვნება ადამიანს აქ მნიშვნელობა არ აქვს. გინდა ებრაელი იქნება, გინდა სომეხი იქნება, ადამიანს რომელიმეს ვისაც ზულს სხვა ეროვნება, ის არის ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი. რადგან სიძულვილი ეს არაა ნორმალური ადამიანის მდგომარეობა. ღმერთს ადამიანი არ შეუქმნია სიძულვილისათვის. რომ იცოდეთ. მაშასე საუბრობთ ისრაელზე. რატო ის ისრაელი განსაკუთრებული? პირველი ჩემო კარგებო, ისრაელი ეს არის ერი, რომელთანაც ღმერთმა დააპირა სოფლიოს გააცნოს თავისი თავი. ამიტომ მიეცა ისრაელს თორა 10 მცნება, რომ ისრაელის მეშვეობით ყველა ადამიანი, ვინც იქნებოდა დედამიწის რუგზე, გაეგო, რომ ერთი ღმერთი არსებობს და ამ ერთ ღმერთს აქვს თავისი მორალი და თავისი სტანდარტები. ისრაელის ვალი იყო სინათლის შეტანა კაცობრიობისათვის. როდესაც იესო ქრისტე ქადაგებს მთაზე, თქვენ ხართ სინათლე ამ ქვეყნისა, იესო ქრისტე ვის ეუბნებოდა ამას? ქრისტიანებს? მაშინ ხო ქრისტიანები არ არსებობდა. ებრაელებს ეუბნებოდა. გალილეაში მცხოვრებ ებრაელებს. თქვენ ხართ მარილი ამ ქვეყნისა, ვის ეუბნებოდა? ქრისტიანებს? ებრაელებს ეუბნებოდა, ჩემო კარგებო. გალილეაში იესო ქრისტე იყო ებრაელი და იყო იუდეველი. ის ეუბნებოდა ებრაელებს და გალილეას. რადგანაც მაშინდელ დროს ებრაელებმა და ისრაელმა დაკარგა ის მოწოდება, რა მოწოდებაც თავდაპირველად ჰქონდა ღმერთისგან მათ რჩეულობა, ის რაც რჩეულობა მიზანს ისახო, ის უნდა ყოფილიყო სინათლე და მარილი ამ ქვეყნისა. თუ ქვეყნიერება გაფუჩდება, გაიხსნება, ისრაელს უნდა შეენახა ის სინათლე და ის მარილი. და შემდეგ ეს მცნება მერე უკვე გადმოდის ქრისტიანებზე, ვინც მიიღო და იწამა ერთი ღმერთი და ვინც გაიგო, რომ ერთი ღმერთი არსებობს და ერთი ღმერთთან არის შუამოვალი იესო ქრისტე. მათთვის ხდება ეს სინათლე. და როდესაც შენ გძულ შენი მოყვასი, შენ სინათლეს არ ატარებ. სიძულვილი ეს არის სიყვარულის ნაკლებობა. სიბნელე ეს არის სინათლის ნაკლებობა. და სინათლე არის ცოდნა. თუ შენ ცოდნა არ აქვს, თავისთავად ბნელი ხარ და სინათლეც არ აქვს. ამიტომ დაფიქრდი, სანამ შენ გძულს ებრაელი და სხვა ეროვნების ხალხი, გინდა სომეხი, გინდა აზერბაიჯანელი, გინდა არაბი, შენ ბნელი ხარ. შენში ნაკლები სინათლეა. მე ჩემო კარგებო, არც ერთი ეროვნება არ მძულს. მე ყველა ადამიანი მიყვარს დედამიწის ზურგზე და სიძულვილი ჩემგან ძალიან შორს არის. მაგრამ მე ვასხვავებ ბოროტსა და კეთილს შორის, განსხვავება ვიცი. ბოროტი არის ადამიანი, რომელიც მოდის შენს მოსაკლავად და გეუბნება, მე შენ მოჰკლავ, მე შენ უნდა გაგანადგურო. შენი არსებობა არის ჩემი, შენი არსებობის მოსპობა არის ჩემი ცხოვრებისეული მიზანი. არის თუ არა ეს ბოროტება? რა თქმა უნდა არის. ირანი ემუქრებოდა თუ არა ისრაელს, რომ ისრაელის განადგურებით და ამერიკის განადგურებით. ხო ამბობდა, რომ ისრაელის არსებობა ეს არის ისრაელის არსებობის განადგურება, ეს არის ირანის მიზანი. ამიტომაც ის ქმნის ბირთვულ ბომბს. ხო ამბობდა. ამას ხო ყველა მის, ამას ხო ღიათ ამბობდა. და ყველა ვინც ამას მხარს უჭერთ, თქვენ ხართ ბნელი და ბოროტი ხალხი, ჩემო კარგებო. ვინც კიდევ რუსეთს უჭერთ მხარს უკრაინასთან ომში, თქვენ ბნელები ხართ ყველა. თქვენში ნაკლები სინათლეა. როგორ შეიძლება შენ დაუჭირო მხარი ესეთ რამეს? ჩემამდე არ დადის ესეთი რაღაცეები. მორწმუნე ადამიანი, რომელსაც ბიბლია ამბობს და ამაყოსო ქრისტიანი ვარ და მას ძულდეს ებრაელი, მისი ქრისტიანობა არის ფასადური ქრისტიანობა. არაფერი საერთო არ აქვს მას ქრისტიანობასთან. მაშასე, მეკითხეთ, რომ ებრაელი ხალხი იყო რჩეული ხალხი იმისათვის, რათა სინათლე გადაეცა სხვა ერებისათვის. სხვა ერებს უნდა მიეცა ღმერთს ისრაელის მეშვეობით სინათლე და გაეგოთ,
რომ ერთადერთი ღმერთი არსებობს დედამიწაზე, რომელიც არის შემოქმედი. ეს დავალება მიცა ღმერთმა ისრაელს. ისრაელმა ეს შეასრულა თუ არ შეასრულა ეს უკვე სხვა საქმეა და სხვა სადავო საქმეა, მაგრამ დღესაც აქტუალურია ისრაელი. რადგანაც ისრაელში მოვიდა იესო ქრისტე და ისრაელში დაბრუნდება იესო ქრისტე. და პირველი დავალება იესო ქრისტე ვისაც მიცა, ეს მიცა ებრაელებს. ქრისტიანობა ებრაელებისაგან წავიდა. ქრისტიანობა შემოვიდა ებრაელების მოციქულების. პირველი ეკლესია, რომელიც დააარსა იესო ქრისტემ 50-ე დღეს, ეს იყო იერუსალიმში არსებული ებრაელები. და ნუ იჯერებთ იმ ზღაპრებს, რომ ქართველები ვართო, ქალდეველები ვართო. საქართველოზე ბიბლიაში არაფერი არ წერია ხალხო. და იმახსოვრეთ, არ არის ქართველი ერი რჩეული ერი. არ არის, არ წერია ბიბლიაში, არ ამბობს ბიბლია ასეთ რამეს. კიდევ ესეთი არგუმენტი რომ მოგაქვთ, ბიბლია გააყალბეს, მოუპარეთ თურმე ებრაელებმა, მოუპარეთ თურმე ქართველებს. ბიბლია. გვედალოცულო მაჩვენეთ ბიბლია ქართულ ენაზე დაწერილი, რომელიც არის ებრაულ ენაზე უფრო ადრე დაწერილი და მაშინ დავიჯერებ. მაგრამ არ არსებობს, ვერ მაჩვენებთ. არ არსებობს ეს ხალხო და ნუ გჯერავთ ამ ფსევდომეცნიერებს, რომლებიც ტვინებს გირეცხავთ და გაჯერებთ იმას, რომ რჩეულობას ვითომ რჩეულები ხართ. არაფერი რჩეული არ ხართ. რჩეული არის ყველა ერი, ვინც გახდა ქრისტიანი. ეს რჩეულობა გადავიდა უკვე ეკლესიაზე. ეკლესია გახდა მონაწილე. არც ერთი ერი, როგორც ეთნოსი არავინ არ არის რჩეული ეს ებრაელი ერის გარდა. ამას ბიბლია ამბობს. მაგრამ ჩვენ ვართ რჩეული როგორც ქრისტიანები. ქრისტიანები გავხდით ამ ისრაელის მონაწილე, ისრაელის რჩეულობაში მონაწილეები გავხდით ჩვენ. ოდესღაც შორს ვიყავით ისრაელიდან, წარმართები ვიყავით და სხვა ღმერთებს ვცემდით აყვანს, შვილები მოუყვავდა შესაწირად, წირავდით ღმერთს, წვავდით. ეს წარმართები ვიყავით ეგეთები ხალხო. მაგრამ როდესაც ქრისტიანობა შემოვიდა, მაშინ შევიცვალე და გავხდით ის რაც დღეს ვართ, ეს არის ქრისტიანობის დამსახურება და ეს ქრისტიანობა გაავრცელა ებრაელებმა. წმინდა წერილი, რომელიც ჩვენ გააქვს შემონახული, ეს ებრაელებმა შეგინახეს. კიდევ ესეთი მოსაზრება იყო, რომ ისრაელმა ოკუპაცია გააკეთა თავი პალესტინის მიწებისო. არა, ჩემო კარგებო, ისრაელს არაფერი ოკუპირება არ გაუკეთა, ისრაელმა დაბრუნდა იმ ადგილზე, რომელიც მას ღმერთმა აუთქვა. მე წაგეკითხავთ თქვენ ახლა ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნში დაწერილს ტექსტს, რომელიც ნათლად და მკაფიოდ გვაჩვენებს იმ წინასწარმეტყველებას, რომელიც დაიწერა 2500 წლით ადრე. 2500 წლით ადრე. ხალხო, ციფრებს დააკვირდით. 2500 წლით ადრე იყო წინასწარმეტყველი, რომ ისრაელი გაიფანტება, ტაძარი დაინგრევა, მაგრამ წინასწარმეტყველებია კიდევ მათი დაბრუნება და თავიანთ მიწაზე ყოფნაც. და ეს ღმერთის ნებაა და შენ ვინ ხარ ადამიანი, რომ გამოდიხარ უცოდინარი და ლაპარაკობ აქ, რომ ისრაელი ოკუპანტიაო. რომ პალესტინელებს ავიწროებსო, რომ პალესტინელებმა მიიღენ ხელგაშლიო, სტუმრად, ვითომ ებრაელები თავიანთ მიწაზე სტუმრად მივიდნენ და პალესტინელებმა მიიღო. პალესტინელებს არაფერი არ მიიღეს, პალესტინელები არ ცხოვრობდა. პალესტინა ეროვნებაც არ იყო, ეთნოსიც არ არსებობს ეგეთი ხალხო. ეგ იყო არაბები. და ებრაელებმა ის მიწები, რაც თელ-ავივის მიწებია ახლა და იერუსალიმში ადგილები, რომ ეს ყველაფერი იყიდეს, ოფიციალურად იყიდეს. მაგრამ თქვენ არ იცით ეს, რადგანაც არ გინდათ ეს დაიგნახოთ. ნახეთ ეზეკიელ წინასწარმეტყველი რას წერს 36 თავის 23 მუხლში. 24 მუხლიდან. აქ იყვანთ ხალხებიდან, შეგაგროვებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე. ღმერთი ეუბნება ებრაელს. ყველა ხალხიდან აქ იყვანთო. ყველა ქვეყნიდან მოგკრიბავთო და მოგიყვანთ თქვენს მიწაზეო. ჯერჯერობით, ჩემო კარგებო, თქვენ უნდა იცოდეთ რა პროცესია. ჯერჯერობით ხდება
ებრაელების თავიანთ მიწაზე დაბრუნება. ჯერ ბოლომდე არ დაბრუნებულა ყველები. ის რიცხვი, რომელიც ღმერთს უნდა. გასხურებთ წმინდა წყალზე, გასუფთავდებით მთელი თქვენი სიბილწისაგან, ყველა თქვენი კერპისაგან გასუფთავდებით. ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ. ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდებთ. ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იარო და ჩემი სამართალი დაიცვა და აღასრულოთ. დამკვიდრდებით ქვეყანაში თქვენს მამებს რომ ივეცი და იქნებით ჩემი ხალხი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები. მე გიხსნით ყველა თქვენი სიმიძვრისაგან, მოუხმობ ხორბალს, გავამრავლებ და არ მოვაწევ თქვენზე შიმშილს. უხვად მოგცემთ ხის ნაყოფს და მინდვრებს მოსავალს, რათა მეტად აღარ ითმინოთ შიმშილის გამო შერცხვენა ხალხებში. ამას ღმერთი პირდება ისრაელს, ხალხო, თქვენ წარმოდგენა გააქვთ საერთოდ? ეს წინასწარმეტყველება არ გაუქმებულა. ეს მუდამ იქნება, სანამ დედამიწა არსებობს და მონანიება ისრაელის სად ხდება? გაგახსენებათ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი საქმეები და შეგძაგდებათ საკუთარი თავი თქვენი უჯულოების და ზეგლის გამო. თქვენი გულისათვის არ ვაკეთებ ამას ამბობს უფალი ღმერთი. გაიგეთ, თქვენი გზების გამო შეგცხვეთ სახლო ისრაელის. ასე ამბობს უფალი ღმერთი. იმ დღეს ყველა თქვენი უჯულოებისაგან რო გაგწმენთ, დავასახლებთ თქვენს ქალაქებსა და კვლავ აღორძინდებით თქვენი ნანგრევები. 34 მუხლი ნახე როგორ სიტყვებია. დაამუშავდება გაპარტახებული მიწა, გადაბურებული რომ იყო ყოველი გამლელის თვალში. მარკ ტვენი, როდესაც მოგზაურობდა ისრაელში, მან და აღწერა ისრაელი როგორ იყო მაშინელ დროს. მან თქვა, რომ გაუბედურებულია მთელი ისრაელის მიწა. ცარიელია მთელი ისრაელის მიწა. 200 კილომეტრის მანძილზე არაფერი მოსახლეობა არ არსებობს. ერთი ცარიელი უდაბნოა, გაცამტვერებულია ყველაფერი. და ეს წინასწარმეტყველება სრულდება ეხლა, ასრულდა. დამუშავდება გაპარტახებული მიწა. გაუდაბურებული რომ იყო ყოველი გამლელის თვალში. დღეს ეხლა ისრაელში რო გახედავ, ყველგან გამწვანებულია ყველაფერი. და ნახე, იტყვიან, ედემის ბაღად იქცა ეს აუხრებული ქვეყანაო, ნანგრევები დაუსახლებელი და დანგრეული ქალაქები გამაგრდება და დასახლდება. მიხვდებიან გარშემო შემორჩენილი ხალხები, რომ მე უფალმა აღვადგინე დანგრეული და დავარგებული გაუდაბურებული, მე უფალმა ვთქვი და გავაკეთებ. და ეს გააკეთა ღმერთმა ისრაელის დაბრუნება 1945 წელს, როდესაც 14 მაისს გამოცხადდა ისრაელის დამოუკიდებლობის 1948 წელს გამოცხადდა 14 მაისს გამოცხადდა ისრაელის დამოუკიდებლობის სახელმწიფო, მაშინ დაიწყო ამ ყველაფრის ასრულება. და ეს ახლაც სრულდება. ამას წმინდა წერილი ამბობს, ხალხო. ამას ღმერთი ამბობს და ღმერთი პირდება. ნახეთ 37-38 მუხლი რა მაგარი მუხლებია. ეს რაც დღევანდელი ისრაელს ეხება. ასე ამბობს უფალი ღმერთი, ამაში ვუპასუხებ ისრაელის ტაძრის ლოცვას. ცხვარივით გავამრავლებ ხალხს. სამსხვერპლო ვერძებივით როგორც ცხვირით, ხომ ივსება სადღესასწაულოდ იერუსალიმი. ასე გაივსება დანგრეული ქალაქები, ადამიანები და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. ჩემო კარგებო, ამიტომ შეუძლებელია ისრაელის დამარცხება დღევანდელ დღეს. რადგანაც ღმერთია ჩალეული ისრაელის აღდგენაში. უშუალოდ ღმერთის გეგმა ისრაელის წარმატება და ძლიერ სახელმწიფოს შექმნა. და ყველა ამის წინააღმდეგ, ვინც გამოდიხართ, თქვენ გამოდიხართ ღმერთის წინააღმდეგ და ღმერთის სიტყვის წინააღმდეგ. და ყველა ცოდვაში ვარდებით თქვენ და ამ ცოდვისათვის სასტიკი პასუხი მოგეთხოვებათ მის მეორედ მოსვლის დროს. უსასტიკესი პასუხი მოგეთხოვებათ. ნახე რას ამბობს.
გასხურებთ წმინდა წყალს და გასუფთავდებით მთელი თქვენი სიბიცისაგან. რას ნიშნავს გასხურებთ წმინდა წყალს? ძალიან საინტერესო მომენტია, თუ თქვენ ისტორიული კონტექსტი არ ნიშნავს გასხურებთ წმინდა წყალს, თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ ეს ნაკურთხი წყალს ასხურებს ღმერთი. არა, ჩემოკარგებო, ებრაელებს არ აქვთ ესეთი წესი ნაკურთხი წყალი, მათ ეს რიტუალს არ ატარებენ, ასეთ მაგიურ რაღაცებს არ აკეთებენ, როგორც ეს დღეს წარმართულ ქრისტიანულ რელიგიებს აქვთ. წმინდა წყალი ძველ ისრაელში ნიშნავდა ის, როდესაც რომ წითური ხბოს მსხვერპლს როცა მოქონდათ, მის ფერბს ურევდნენ გამდინარე წყალში, გამდინარე წყლიდან, მდინარიდან აიღებდნენ წყალს, ჩაასხამდნენ დოგში, ამ დოგში ყრიდნენ ამ ფერბს, ასე ურევდნენ და ამას აივლებდნენ თავს. ეს წითური ხბოს მსხვერპლი ფერბლი წმინდავდა ამად. გაუწმინდურებას ამით იშორებდნენ ებრაელები. ეს წითური ხბო პირდაპირ პროპორციულია იესო ქრისტესთან. იმიტომ რომ ეს მსხვერპლი მიუთითებდა იესო ქრისტეს გოლგოთის ჯვარცმას. რადგანაც ეს მსხვერპლი იყო ყოველთვის იერუსალიმის ტაძრის მოპირდაპირ. ანუ იერუსალიმის ტაძარში არ შეიძლებოდა ამ მსხვერპლის მოტანა. ტაძრის გარეთ უნდა ყოფილიყო მოპირდაპირე, სადაც წმინდა წმინდაი ჩანდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ იცოდეთ თქვენ. ეს წითური ხბო მსხვერპლი ახდა იესო ქრისტეზე. ანუ წმინდა წყლით კურთხევა ნიშნავს, რომ იესო ქრისტეს მიიღებთ თქვენ და იესო ქრისტეს მსხვერპლი შეგიცვლით თქვენ გულებსაც, აზროვნებასაც, მიხვალთ მონანიებამდე და აღიარებთ, რომ ადრე ცდებოდით. ეს ღმერთის გეგმაა ისრაელზე. და შენ ვინ ხარ ადამიანო, რომ აქ გამოდიხარ და იძახი განადგურდეს ებრაელიერი. განა უზენა ეს ღმერთს არის ეომები? ვინ ახარ? ჭიანჭველაც კი არ ახარ მის თვალში. მერტი გაფიქრება და წაშლილი ხარ. წაიშლება თელი შენი მოდგმა. თითქოს არც არსებობდე. მტვერი ვითხარ და აღარ ახარ. გამჩენს ეწინააღმდეგები? მე არ ვიცი. რა ძალა გაგყავთ ესეთი. ამიტომ ჩემოკარგებო, მე მინდა მიხვდეთ და იცოდეთ ისრაელის მნიშვნელობა. ღმერთის გეგმა ისრაელმა მიიღოს მესია. ეს მისი გეგმაა. ეხლა რაც შეეხება ტაძარის აშენებას, რომელსაც ასე ამბობენ, რომ ანუ ისრაელმა თურმე დაარტყა ირანსო ტაძარი უნდა ააშენო და ანტიქრისტი უნდა დაждდეს იქო. და ზოგიერთი იყენებს პავლე მოციქულის სიტყვას მეორე თესალონიკეში წერილში დაწერილ სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ ღვთის ტაძარში დაждდებოდა. ღვთის ტაძარში რა უნდა ეშმაკს ხალხო? ცოტა ლოგიკურად იფიქრეთ. ანუ ღმერთი ააშენებს ტაძარს და იმ ტაძარში დაждდება ანტიქრისტე? ანუ გამორს რომ ანტიქრისტემ დაამარცხა ღმერთი? თუ როგორ დაждდება? ან ადამიანების აშენებული როგორ იქნება ღვთის ტაძარი? ნუ თუ თქვენ აქამდე ვერ ისწავლეთ პავლე მოციქულის სიტყვები, რომელიც ამბობს, ნუ თუ თქვენ არ იცოდეთ, თქვენ ხართ ღვთის მსახურიო, ღვთის ტაძარიო და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში. ტაძარი დაინგრა ისრაელში და ის აღარ აშენდება. ერთადერთი რაც ტაძარი იქნება, ეს ჩამოვა ზეციდან და ოფიციალური იუდაიზმი ამბობს, რომ ტაძარი ჩამოვა ზეციდან. ამას ამბობს ზოარის წიგნი, კაბალისტური წიგნი, რომელიც არის ზოარის წიგნი, ამას ამბობს, ამას ამბობდა რამბანი, რომელიც უდიდესი რაბინად ითვლება ისრაელში, რომ მესია, რომელიც მოვა, ჩამოიტანს ახალ ტაძარს. და გამოცხადების წიგნში წერია, რომ ახალი იერუსალიმი ჩამოდის ზეციდან. და იქ აღარ იქნება სამსხვერპლო, იქ აღარ იქნება მზე, რადგანაც თვითონ ღმერთი იქნება იქ და ღმერთი გაანათებს ყველაფერს. ეს ყველაფერი უნდა ახდეს. და სად ხდება ეს ყველაფერი? ისრაელში. ასე რომ ისრაელის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. და ვისაც გონია რომ ებრაელები ტაძარს აშენებენ, ძალიან ცდებით, ებრაელები ტაძარს არ აშენებენ. ებრაელებში არის ძალიან დიდი კამათი ამ თემასთან დაკავშირებით.
ძალიან მცირე ჯგუფია, ვინც ამბობს, რომ ტაძარი უნდა ავაშენოთ, მაგრამ ძალიან დიდი ჯგუფი ისრაელში და მოაზროვნე ხალხი, ვინც არის, ისინი ამბობენ, რომ ტაძარს მესია ჩამოიტანს, როდესაც მოვა. ესეთი ვერსიაც რომ ყველა ნივთი უკვე გაკეთებულია და შეგროვებულია. გაკეთებული არის ყველაფერი, ეს არის მაკეტი ხალხო. ეგ არის მუზეუმი. ისე იერუსალიმში სანამ გოდების კედელთან მიხვალთ, არის ასეთი პატარა ადგილი, სადაც წერია. ეს არის ისრაელის ტაძრის მუზეუმი. ტაძრის ინსტიტუტი ქვია მას. ისრაელის ტაძრის ინსტიტუტი, რომელიც არის მუზეუმი. შეხვალ ჩიგნე იქ ყველაფერი არის მაკეტი ხალხო, მაკეტი. უბრალოდ შეიძლება ათვალიერებ და გაჩვენოს თვალსაჩინოს რა როგორ არის. ერთხელ და სამუდამოდ გაიგეთ ეს ჭეშმარიტება და სიმართლე და ცოდნე ხალხს მაინც კითხეთ. ვინც მართლა მცოდნეა და ვინც მართლა ცხოვრება დაუთმო ამის შესწავლას და ნუ მოусმენთ ამ TikTok ექსპერტებსა და ადამიანებს, ვინც საერთოდ წარმოდგენაც არ აქვთ ბიბლიაზე. მაშასე, მაპატიეთ, ცოტა ემოციური ვიდეო გამომივიდა, თუ ზედმეტი მომივიდა, შემიწყალეთ, მომიტევეთ, მაპატიეთ, იმიტომ რომ მეც ადამიანი ვარ და მე მწყინს, როცა ესეთ რაღაცებს ამბობს და ისეთ საზღრობებს წერდნენ, რომ კომენტარებს, რომელსაც მე ვდებდი, ვარჩევ, იმიტომ რომ იმდენი საშნელებები ეწერა, რომ არც კი ვიცოდი, აი როგორ უნდა დავდო ესე, ან როგორ უნდა მოუვიდეს ადამიანს, ნორმალურ ადამიანს, ვინც ამბობს, რომ მე ვარ ქრისტიანიო და ქრისტეს მიმდევარიო, ასეთი საზღრობები დაწეროს. აბსურდია, ჩემამდე ეგეთი რამე არ დადეს, არ შეიძლება ესეთი რამე ადამიანი, მორწმუნე ადამიანს მოუვიდეს თავში. მაგრამ მე მესმის ესეთი ადამიანების, რადგანაც ისინი არიან გაბოროტებულები, მათში არ არის სინათლე და მათი ქრისტიანობა ფასადურია, მათი ცხოვრებაც ფასადურია. მათ ხო ცხოვრება არა აქვს, გაბოროტებული არიან ყველაზე და ყველაფერზე და თავის წარუმატებლობას და თავიანთ ყოფას უბედურ დღეში არიან, ვიღაცა დამნაშავე ხო უნდა დაანაშავნო, ამბა საკუთარ თავს ხო არ დაანაშავებს, ის ხო მაგარია კაცო. როგორ იტყვის, რომ ის მე ვარო, ესეთი უბედური დამნაშავე, არა, სხვა უნდა დაანაშაულოს და ამით თავისი სინდისი, თავისი თავი დაიმშვიდოს. ჩემო კარგებო, ყველას ვისაც თქვენ გძულთ ისრაელი, თქვენ ძალიან ცოდვა ხალხი ხართ და უბედური ხალხი ხართ. და ამ უბედურებაში ჩვენ კი არა ვართ დამნაშავეები. ამ უბედურებაში თქვენ ხართ დამნაშავეები. თქვენ. ჩაიხედეთ თქვენს გულებში და ნახეთ. იქ ღმერთის ხმა გელაპარაკებათ. ყველაზე კრიტიკული ხმა, რომელიც იქ თქვენ გელაპარაკებათ და გეუნება, არ ხარ მართალი. სწორედ ესაა ღმერთის ხმა და დაუჯერეთ მაგ ხმას და შეინანიეთ. მაშასე, აი ეს ამის თქმა მინდოდა დღეს, მადლობა ყურადღებისათვის, კიდევ ერთხელ მაპატიეთ ჩემი ემოცია, თუ ზედმეტი მომივიდა. მაგრამ ყველაზე მეტად გთხოვთ ამ სამრამეში დაგვიდგეთ გვერდში. პირველი ეს არის ლოცვა, ილოცოთ ჩვენზე, ილოცოთ ჩვენს გუნდზე, ილოცოთ პირადად ჩემზე, რადგანაც ჯანმრთელობად არ მიწყობს ავათავარ. ფინანსურად გვერდში დაგვიდგეთ, რადგანაც ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს მოითხოვს დროს, შრომას და ფინანსებთანაა დაკავშირებული, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამიტომ ჩვენ არ აგვაქვს ბევრი ფინანსები, შეზღუდული ვართ ფინანსურად, შეზღუდული ვართ დროშიც და გთხოვთ გააზიაროთ ეს ვიდეო. რაც უფრო მეტი გაზიარება იქნება ამ ვიდეოს, მით უმეტი ადამიანი გაიგებს სიმართლეს ისრაელის შესახებ. მადლობა ყურადღებისათვის და ჩემი ბოლო მოწოდება არის იკითხეთ ბიბლია, იკითხეთ წმინდა წერილი, იქ არის ყველაფერზე პასუხი. მადლობა ყურადღებისათვის.